სტენფორდში რაღაც ჯგუფმა დაამთავრა რაღაცა საგანი და მერე აღმოაჩინეს, რომ მათი teaching assistant-ი იყო AI. და მაგარი გაკვირვება და ერთი ამბავი იყო, რომ რანაირად ხუმრობდა კიდეც, დავალებებს გვიგზავნიდა, კითხავს უსვამდით, პასუხობდა და ეხლა უკვე აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ ეხლა ChatGPT რო იყოს, მასალები რო კონდეს კურსის, რატო ვერ გიპასუხებს, რა უნდა კითხო ისეთი. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ teaching assistant-ი მექანიკური ტიპია, რომ ინფორმაცია მიიღო, გასცა რაღაცა, მაშინ უფრო უსაფრთხოდ შეიძლება იყოს. თუ ემოციური კავშირია, onboarding-ს აკეთებს და სტუდენტებთან მუშაობს და შენ როცა breakdown-ი გაქვს და გიჭირს რაღაცა ახალ სტუდენტს, ეგ უკვე ადამიანური ამბავია. წარმოიდგინე, რომ teaching assistant-ი კი არ გაქრება, teaching assistant-ის მუშაობა გახდება უფრო ადამიანებთან მუშაობა front facing. აი ეს რომ გააგზავნე, გამოაგზავნე ცხრილი შეადგინე კალენდარში ჩასვი, teaching assistant-ის ასისტენტი გააკეთებს მაგას.